ჩვენ ახლა ვიმყოფებით ანტონ ფურცელაძის 28 ნომერში, სადაც მდებარეობს ძალიან საინტერესო ადგილი, ეს არის ერთგვარი კაფე-ბარი, სადაც გადაწყვიტეს არტისტებმა, რომ მოეწყოთ საქველმოქმედო ერთგვარი აქცია. შევიდეთ ახლა შიგნით, აქ მოსვლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს იმისათვის, რომ დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაშავდა, დაზარალდა, ან არის დაკავებული საპროტესტო აქციების დროს. აქ არიან ადამიანები, რომლებიც ყიდიან სხვადასხვა სახის ხელნაკეთ ნივთებს, ასევე ნახატებს. მათ გამოაცხადეს ერთგვარი მიღება ამ ნახატების სხვადასხვა არტისტების ნახატების, მიეწოდეს ეს ნახატები სწორედ აი ამ ორგანიზატორებს, ეს არის კომპანია Vegan Georgia, ასეთი სახელწოდებით. და შემდეგ უკვე მათ მოაწყეს დაორგანიზეს ასეთი საქველმოქმედო აქცია, გაყიდიან ამ ნახატებს სხვადასხვა არტისტების ავტორობით, აქ არის უფასო საკვებიც, მოდიან უკვე ადამიანები, რომელთაც აქვთ იმის სურვილი, რომ შეიძინონ აი ეს საინტერესო ნამუშევრები. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თანხა, რომელიც შემოვა, გადაირიცხება ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდში, ნანუკას ფონდში და ეს ფონდი უკვე უზრუნველყოფს იმას, რომ თანხა მიაწოდონ იმ ადამიანებს, ყველა იმ ადამიანს მაქსიმალურად, რომლებიც რუსული რეჟიმის საწინააღმდეგო აქციებზე დაშავდნენ, ან დააკავეს პოლიციელებმა ძალადობრივი მეთოდებით. ჩვენ ვნახეთ არაერთი ადამიანი, რომელიც დღეების განმავლობაში გადიოდა კლინიკებში, გადიოდნენ მკურნალობის კურსს, ჰქონდათ საკმაოდ მძიმე ფიზიკური დაზიანებები მათ და ჭირდებოდათ რეალურად საზოგადოების თანადგომა და ასეთი ორგანიზაციები სწორედ ამას ემსახურებიან. ჩემ გვერდით არის ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ აქციის, მოგესალმებით. მოგვიყევით ამ იდეის შესახებ, თუ შეიძლება, რას ემსახურება თქვენი ეს იდეა? გამარჯობა, ჩვენ ვართ ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია Vegan Georgia-ს წარმომადგენლები, რომელიც არის ერთადერთი და პირველი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც ცხოველთა უფლებებს იცავს განურჩევლად მათი სახეობისა და ჩვენ მოგვიდა ასეთი იდეა, რომ ჩაგვეტარებინა ხელოვნების საქველმოქმედო აუქციონი, საიდანაც შემოსული თანხა 100% მთლიანად გადაირიცხებოდა სოლიდარობისთვის ფონდში იმ ადამიანებისთვის, ვინც რეჟიმის პატიმრები არიან და ვინც პროტესტის დროს დაზარალდნენ. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ცხოველთა უფლებების დამცველები ძალიან ახლოდ გავართ იდეოლოგიურად ადამიანის უფლებათა დაცვასთან და შესაბამისად ჩვენ არ შეგვიძლია სოციალური პრობლემებს გავემიჯნოთ და ამიტომ ჩვენ გავაკეთეთ ასეთი ღონისძიება და მოვიწვიეთ ძალიან ბევრი ადამიანები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელოვნება არის ძალიან ძლიერი იარაღი თავისუფლებისთვის ბრძოლისათვის და ხელოვნებას და შემოქმედებითობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის ემსახურება ის უმაღლეს იდეალს, როგორიც არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ნამდვილად, ძალიან დიდი მადლობა. აქ არიან ის ადამიანები, რომელთაც სურთ, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ ძალიან კეთილ საქმეში. გავესაუბროთ მათ, მოგესალმებით. თქვენ რა ფორმით იღებთ მონაწილეობას ამ აქციაში? მე როგორც არტისტი მოვიტანე ციფრულად ნამუშევრები, რომლებიც გაიყიდება და მოხმარდება საქველმოქმედო კომპანიას, დაზარალებულებს და ასე შემდეგ. რა როგორ შეგვიძლია შეაფასოთ ზოგადად მიმდინარე მოვლენები ჩვენ ქვეყანაში? ძალიან სიგიჟეები ხდება მართლა და ყველას გვიწევს გადარჩენა, ერთად დგომა, გაძლიერება და ასე შემდეგ. ძალიან საჭიროა ყველას ჩართულობა დღეს, იმიტომ რომ სასტიკად უსწორდებიან მშვიდობიან მოსახლეობას დაქირავებული პოლიციელები, იმიტომ რომ არ ვიცით ვინები არიან მართლა და ძალიან გვიჭირს ხალხს, იმიტომ რომ არ ვიცით როდის, რატო, რა მიზნით დაგვარბევენ, იმიტომ რომ დღესაც მოხდა მაგალითისთვის ხაშვეთთან 3 ბავშვი დაიჭირა სუმიზეზო და არც ვიცოდით, ისე უბრალოდ მოვარდნენ. დიდი მადლობა, თქვენ უსმენთ ერთ-ერთ არტისტს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავისი ნამუშევრები მოეტანა ფონდისთვის და შემოსული თანხა უკვე როგორც უკვე გითხარით, გადაირიცხება ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდში, საიდანაც უკვე სრულად ეს თანხა მოხმარდება აქციაზე დაკავებულ, ასევე დაშავებულ ადამიანებს. ეს არის ერთგვარი აქცია პერფორმანსი, რომელსაც მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ამბობენ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთი ორგანიზაციები, მათ შორის სახელოვნებო სფერო, სწორედ იდგეს სწორ პოზიციაზე და მათი მუშაობა და მათი საქმიანობა ემსახურებოდეს იმ მთავარ იდეას, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული მომავალი.